თენგიზ შარმანაშვილი ყავთ ამ ქართულ რუსულ ოცნებას ერთი დეპუტატი. EDP-ის წევრი იყო თავის დროზე გასული საუკუნის 80-იან წლებში. EDP-ი, რომელიც 1991 წელს აღადგინა გიორგი ჭანტურიამ, რომელიც თავის მხრივ 90-იან წლებში იცით თქვენ რომ მოკლეს იოსელიანის ქუჩაზე. გია ჭანტურია პერსპექტიული ლიდერი იყო, ბევრი იტყვის, თუმცა მე ვიცნობდი შორიდან მას ძალიან პატარა ვიყავი, 20 წლის ვიყავი რომ მოკლეს. ხო და ვიცნობდი აი 90-იანი წლების დასაწყი 80-იანი წლების მიწურულიდანაც პრინციპში გია ჭანტურიას უზარმაზარი დამსახურება ის რომ 88 წლის ნოემბრის შიმშილობა გაიმართა დედაქალაქის ცენტრში, ანუ იქ სადაც წყდება საქართველოს ბედიო, ასე რომ ვამბობთ რუსთაველის გამზირზე. გია ჭანტურიაზე არ ვლაპარაკობ, ახლა ვლაპარაკობ იმჟამინდელ EDP-ზე და ბევრი ამბობს ამ ქართული რუსული ოცნებიდან, რომ თენგიზ შარმანაშვილი ეროვნული მოძრაობის ლიდერი იყო, თქვენ არ იცით ეს რა კაციაო, რეალურად თენგიზ შარმანაშვილი იყო ამეთახმება EDP-ის პატიოსან წევრთა ნაწილი, ყოფილი EDP-ის პატიოსან წევრთა ნაწილი მაინც, რომ მესამე ეშელონში მაინც. მეორეში იყო ასე მაგალითად ირაკლი კობახიძის ამ ბანდიტის მამა გია კობახიძე, ის პირველ ეშელონში არ ყოფილა. პირველ ეშელონში იყო მაინც გია, მისი მეუღლე ირინა სარიშვილი, მამუკა გიორგაძე ალბათ და ვანო ხოხუნაიშვილი. მეორე ეშელონში, ხო, შეიძლება გურამ ჩახვაძეც და შეიძლება გიორგი გოგნიაშვილიც. მეორე ეშელონში იყო გია კობახიძე და რამდენიმე სხვა პირიც და მესამე ეშელონში, ოკეი, მეორეში ვთქვათ, თუ გდებავთ იყო თენგიზ შარმანაშვილი. გია ჭანტურიას ფოტოშოპის აქვე გავიხსენებ, რომ ვინც არ მოსწოდა ვისი ქმედებებიც ხო ირაკლი ქადაგიშვილი არ დამამწყეს, ასევე მეორე თუ მესამე ეშელონის წარმომადგენელი და ირაკლი ქადაგიშვილს და არა მხოლოდ მას, ესე ეუბნებოდა ხოლმე წადი მონასტერშიო. ეს ხმები არსებობს ხოლმე შემთხვევაში და მეტანიები გააკეთეო, არ წასულან. წასულან, ყველაფერი ვიცით. აგე ახლაც კაცში ერთად შეხედან თენგიზ შარმანაშვილი და ირაკლი ქადაგიშვილი, რომელიც თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარეც კი იყო, ერთი ხანობა რო კახეთის გუბერნატორი რო იყო. ეს ვიცით. რატომ ვლაპარაკობ ახლა მე თენგიზ შარმანაშვილზე? თენგიზ შარმანაშვილი გამოვიდა რა თქვა, საოცარი რა. არა, ის კი თქვა, მე გავიმეორეო პრინციპში ეს ირაკლი კობახიძემ თქვაო, მისი აღზრდილია სხვაშორის ეს ირაკლი კობახიძე. მაგრამ გიორგი გახარიაო, პრემიერად ჩვენ დაგვანიშნინაო, ბიზინამ კი არა, რომელიც კაცშია შემგან ხელ მარცხნივ ბიზნეს ფოტო. არის. არამედ შეგახედებ თუ ჩანს არ ვიცი, ახლა ხატია საუბრობს და ბიზნეს კადრიც არის. არამედ დაგვანიშნინა ამ მითიურმა და არ არსებულმა, რეალურად არ არსებობს, deep state-მა. დიდი ხნის წინ გიახდებოდა 2019 წელი ახლა ხარ. და გაგეცინება კაც და სულ და სთხოვა პირებს რომ დაგვისახელონ deep state-ის წარმომადგენლები, რომ იქნება და ვკითხოთ, მივიდეთ და ვკითხოთ, რომ ხალხო, რას გვანიშნინებთ ამ გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლებს პრემიერებადაც კი. რეალურად სწორედ ბიზნეს დანიშნულია ხადია გიორგი გახარია და ახლა ბევრი რამის შეტენვა უნდათ მისთვის, ბევრი რამის გადაბრალება უნდათ მისთვის და აქედან გამომდინარე თავადაც იცი, თავად ასე ამ ფორმით იცინებენ პასუხისმგებლობას. ასასილონი არიან ხო რეალურად. Deep State-ი რო არ არსებობს, Deep State-ი იმ გაგებით, რა გაგებითაც ესენი გვასაღებენ, რასაკვირველი არ არსებობს. პაპუაშვილმა თუ არ ვცდებით თქვა 80 ქვეყანას მართავს, თუ ქვეყნების 80%-ს მართავს Deep State-იო. ხო ხტებით რა დონის ბოდვაა და სად არიან და როგორ გვაბოლებენ, როგორც ესენი კი არ გვაბოლებენ მარტო Facebook-ში ეს მესიჯი შემუშავებული, დუგინამდე მისული, დუგინს თავისი ხაზებით გამოგზავნილი აქვს აქეთ. და არა მხოლოდ დუგინს, არამედ FSB-ს ბუნებრივი აწვის, მათ შორის ამ ხლაპუშკა ირაკლი კობახიძეს, ჰიბრიდული ხლაპუშკა დავარქვით გეხსოვებათ მე მას. წულუკიანის ხლაპუშკა რეალურად კაცშია და იმიტომ გამახსენეთ, თორე რა გატო გამახსენდებოდა ახლა თია წულუკიანი. მაგრამ ესეთი კითხვა მაქვს საბოლოო ჯამში, თუ Deep State-ი არის ომის პარტია და თუ ფორმალური თვალსაზრისით ყოველ შემთხვევაში დანიშნა ქართულმა უცნებამ გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრად ინაწილებს თუ არა პასუხისმგებლობას ბიზინა ივანიშვილი. როგორ შეიძლება თუ გლობალური ომის პარტია, გლობალური ომის პარტიის წარმომადგენელი გიორგი გახარია იყოს პრემიერ-მინისტრი დამოუკიდებელი ქვეყნის. ესე იგი, გამოდის რომ გიორგი გახარია გვითრევდა ჩვენ ომში, რომ Deep State-ს ომი უნდა გლობალური ომის პარტიას და ბიზინაც ომში გვითრევდა. ასე რომ მე მინდა მაინც ჩამოყალიბდეს ქართული ოცნება, რა არის მისი წყობრი ნათელიან გარკვეული მესიჯი. სხვაშორის ეხა ამ თემასთან კავშირში არ არის, მაგრამ ალბათ უნდა ჩამოყალიბდეს ვის უჭერს მხარს ირანს, რომელიც
რომლის შვილებმაც თუ მოქალაქეებმაც გადაჭამეს საქართველოს რომელიც ისტორიული მტერია ჩვენი ასე ამბობენ თორე მე სულაც აღარ 21 საუკუნეში ისტორიულ მტერი ირანზე არ ვლაპარაკობდა ვლაპარაკობ რასაკვირველი ერთადერთ მტერზე რომელსაც რუსეთის ფედერაცია ქვია ხო რუსეთის ფედერაცია ბიზნე ივანიშვილი და არა მხოლოდ ბიზნე ივანიშვილი არამედ გამობიზნებულები რასაკვირველია რუსეთის კარნახით ქმედებენ ჩვენს ქვეყანაში FSB-ს კარნახით პუტინთან გადათანხმებული მესიჯია chat GPT-ში ითარგმნება მეთქი და ყველაფერი ჩვენამდე მოდის ეს ნათელია და ამას ისტორია გაარკვევს ადრე იქნება თუ გვიან ისიც თქმა მინდოდა რუსეთთან დაკავშირებით და რუსეთს განსაკუთრებით უნდა სწორედაც რომ საქართველოს დასჯა არა უკრაინის პირველ ყოვლისა იმიტომ რომ უკრაინამ ახლა ჩვენს დროებაში 22 წელს გაბედა და ხელი უკუღმა არტყას სახელში რუსეთის ფედერაციას ამასთან უკრაინასთან დაკავშირებით რუსები ამბობენ რომ ეს სახელმწიფო საერთოდ არ უნდა არსებობდეს იმიტომ რომ ის იყო რუსეთის დიდი რუსეთის შემადგენელი ნაწილი ჩვენთან იმართებაში ამბობენ ამას, მაგრამ იმას კი ვეღარ უარყოფენ, რომ ჩვენ ცალკე ეთნოსი ვართ, ცალკე ერი ვართ და განსაკუთრებით აპელირებას აკეთებენ სწორედაც რომ საერთო ეგრეთ წოდებულ ისტორიაზე, როცა დაგვიპყრეს 1801 წელს ან 1793 წელზე, როგორც ასეთზე გეორგიევსკის ტრაქტატზე, ანუ ხო და ჩვენთან იმართებაში რუსეთს განსაკუთრებული შურისძიების გრძნობა აქვს, განცდა აქვს, მას უნდა რომ დასაჯოს საქართველოს სწორედ იმიტომ, რომ საქართველოს იყო პირველი, ჯერ კიდევ სად იყო უკრაინა მეთქი ასე გეტყვით, რომელმაც გაბედა და რუსეთს შეუტია და დიდი ან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს როგორც ქვეყანამ საბჭოთა კავშირის როგორც ასეთის კოლაფსში, ხელი მეღლება და ამიტომ დამაქვს აკეთიკი ტელეფონი, მე მგონი რომ თქვენ არ დაგრლით. საბჭოთა კავშირის კოლაფსში დიდი საბჭოთა რესპუბლიკებს შორის მე არ ვამბობ რომ თბილისში გადაწყდა მეთქი ეს ყველაფერი ცხადია არა, მაგრამ თუ აი ამ ბევრი აგურიდან რომელიც საბჭოთა კავშირის დანგრევისთვის საბჭოთა კავშირს დაუშინეს, ასე ვიტყვი, სოფლიოს მასშტაბით, ერთი პატარა აგური ჩვენგანაც მოხვდა მოსკოვს კრემლს ფიგურალურად რომ თქვა, ცხადია, მათ შორის ხსენებული გიორგი ჭანტურიას და არა მხოლოდ გიორგი ჭანტურიას მასზე დიდი დისიდენტების გამოისობით და წყალობით, გულისხმობ პირველ ყოვლისა რასაკვირველია ვერ გამსახურდიას და ასევე უპირველეს ყოვლისა გულისხმობ მერაბ კოსტავას მოკლულს 1999 წლის ოქტომბერში ვერავინ ვერ გადამარწმუნებს რომ მერაბ კოსტავა არ მოკლა სწორედაც რომ რუსეთის ფედერაციამ. და რუსეთს აქვს ეს ვენდეტის შურისძიების მესწ თუ გრებავთ რუსულად ვიტყვი, განცდა გრძნობა სწორედ საქართველოსთან მიმართებაში, ქართველი ხალხის დასჯა უნდა მას. და არანაირი გლობალური ხა იმ თემას რომ დაუბრუნდი, არანაირი გლობალური ომის პარტია Deep State იმ გაგებით რა გაგებითაც ლაპარაკობს პაპუაშვილი რუსი თუ ირაკლი კობახიძე ხლაპუშკა არ არსებობს და თუ ვინმეს უნდა საქართველოს შეთრევა ომში ეს არის სწორედ რუსეთის ფედერაცია რომ დაამარცხოს საქართველო ოღონდ ბუნებრივია ბიძინა ივანიშვილის მისი აგენტის საქართველოს ის დაამარცხებს ომის გარეშე, მოდი ასე ვიტყვი, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე და პროცესშიც პრინციპში ვართ ჩვენ, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილი კლებლი ყველა იმ დავალებას, რომელიც მას მოსდის FSB-დან და მოსკოვიდან, მას რუსეთს უსრულებს. დავუბრუნდეთ ახლა აი ვითარებას რომელიც ახლა გახარიასთან იმართებაშია შექმნილი გახარიას იცით თქვენ რომ ვედავებიან ხაშურის რაიონის სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს აგებას თუ გახსნით აგებას ეს საპოლიციო საგუშაგოა რომელიც დაკვირდებოდა კიდეც და ახლა საკვირდება რამდენადაც ხვდები რუსების გადაადგილებას რატომ აკეთებენ და არა მხოლოდ იმიტომ რომ ეს გუშინაც ვილაპარაკე, არა მხოლოდ იმიტომ რომ გახარია დასაჯონ, არც ეს არ არის გამორიცხული და საკმაოდ რელევანტური ვერსია, არამედ იმიტომ რომ ჩორჩანა და არა მხოლოდ ჩორჩანა თავიდან ბოლომდე აჩუქონ ან გადაულოცონ რუსებს ეგიდით, ოღონდაც კი თქვენ არ ისროლოთ და გაავლეთ მავთუხლართები, სადაც გინდათ, მათ შორის ხაშურის რაიონში, რომელიც გვარიანად მოწყვეტილია ცხინვალის იმ რეგიონსაც კი, რომელზეც ასაკვირველია არასამართლიანი პრეტენზიები აქვს რუსეთის იმპერია და რუსეთის საოკუპაციო რეჟიმს. გახარიასთან ამასთან ბიძინა ივანიშვილის პირადი მტერია, მოდი ასე ვიტყვი, ხოლოს რომელს მე არ ვიცავ ამ გახარიას, მე ვერჯერ მithქვამს, რომ სულ 3-4
5 გადაწყვეტილებას თუ შევუკებ მისი პრემიერ-მინისტრობის დროინდელს მეთქი და ეს 3-4-5 გადაწყვეტილება ვერავითარ შემთხვევაში ვერ გადასწონის იმ შეცდომებს, ყველაზე რბილად ვამბობ, რომლებიც მან დაუშვა, როცა იყო ის პრემიერ-მინისტრი, მათ შორის გულისხმობ 19 ივნისსაც სასაკვირველია, ანუ გავრილობის ღამეს და რომელზეც მე პასუხი ვერ მივიღე გახარიასაგან, დამაკმაყოფილებელი ყოველ შემთხვევაში, ვიდ იყო პასუხისმგებელი იმ ამბავზე და ამაზე და მაინც ბიზინა ივანიშვილისგან ხელიც გაშვერას არ ვთხოვ, უბრალოდ სრულყოფილი პასუხი ვერ მივიღე და იქ არის ყოველი შემდეგი პასუხისას უფრო მეტი კითხვა ჩნდება და რასაკვირველია გახარიას მე ვადანაშაულებ თუ რა ვიცი, ბრალვსდებ რომ ამაღალია ახლა ეს განცხადება პროკურორი არა ვარ მე, მაგრამ მაინც ანაკლიის პროექტის გაჩერებაში, რომელზეც ოდესმე იქნება და ვილაპარაკებთ, ოღონდ ვილაპარაკებთ ესე ვიტყვი დებატის ფორმატში ხაზარაძე versus გიორგი გახარია ანაკლიაზე ხაზს უსვამ და საერთოდ იმ პრობლემაზე, რომელიც შეექმნა ქვეყანას კი არა ამ პროექტს, ამ პორტს ამის შემდეგ და ბიზინა ივანიშვილის როლი დასაკვირველი უმნიშვნელოვანესია და რაღაცა. მოკლედ რატო ვამბობ ამას, მე გახარიას არ ვიცავ, იცით თქვენ, მაგრამ და არ მომწონს მისი პოლიტიკა, არ მომწონს დღესაც მისი პოლიტიკა, ასე მაგალითად იცნობ ის აპირებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას და საერთოდაც, მაგრამ გახარიასთანაც კი გახარიასთანაც კი ქართული ოცნების de facto ხელისუფლება ტყუის ყოველ შემთხვევაში ყველა განყოფის ჩორჩანას ინციდენტთან დაკავშირებით კი ნამდვილად და პრინციპში ყველა საკითხზე, რომელსაც წამოსწევს ხოლმე ქართული ოცნების ხელისუფლება გახარიასთან მიმართებაში. რატომ დაიცავი შენ ერთი თუ 5 სოფელი და ის ტერიტორია კონკრეტულად, ამას რო ამბობს რეჟიმი, ეს ამითაც ადასტურებს ის, რომ მომავალში ამ რეჟიმის წარმომადგენლები დაჯდებია განსასჯელის სკამზე, იმიტომ რომ ამგვარ ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას ატარებენ, ან ანტისახელმწიფოებრივ მესიჯებს გვიხმიანებენ ჩვენ საქართველოს თავისუფლების მოყვარე საქართველოს მოქალაქეებს, თავისუფალი საქართველოს მოქალაქეებს. ჩორჩანას და არა მხოლოდ ჩორჩანას მირთმევა უნდა ხონჩით ბიზინა ივანიშვილს რუსებისათვის და ამის შემდეგ უნდა რომ კიდევ ახალი ეტაპი, ახალი ფურცელი გადაშალოს დათმობების პოლიტიკისა რუსეთთან იმართებაში, რასაც ჯერჯერობით წარმატებით ახერხებს თუ ახორციელებს კიდეც, მაგრამ უნდა გავაწბილო ის და მისი მფარველების, თუნდაც რუსულად ვიტყვი, მაგრამ ახლა არ იყოს, არ გვინდა რუსულად თქმა სიტყვისა. უნდა გავაწბილო, მსოფლიოში ლაგდება ვითარება ისე, რომ ბიზინა ივანიშვილი და ეს პატარ-პატარა დიქტატორები, ან მასზე სერიოზული დიქტატორები რეგიონის მასშტაბით და არა მხოლოდ რეგიონის მასშტაბით ნელ-ნელა ან სუსტდებიან, ან საერთოდ მარცხდებიან. ბიზინა ივანიშვილი, რომელიც ჩემგან ხელმარცხნივ კაცია, შემიძლია დაგანახოთ, ხო? დასაკვირველი ამ პროცესის ამბის ბოლოს დასაკვირველია ის დამარცხდება, ოღონდ თავად ისე როგორც პუტინი სულაც ვერ ხვდება რომ დამარცხდება. პუტინზე ვიტყვი 2 სიტყვას და დავამთავროთ ვიდეობლოგი. ესეთ ცოტა გიჟურ კითხვას დავსვამ, როგორ გონიათ, აქვს თუ არა მას შიში რომ უკრაინელები მას ააფეთქებენ. მას შემდეგ, რაც უკრაინამ ჩაატარა უნიკალური სპეცოპერაცია, რომელსაც ობობის ქსელი, ან თუ გდებავთ ესე ვიტყვი, აბლაბუდა ჰქვია, და ამ ოპერაციას გავარებოთ ახლა ერთს უკრაინელებს თავი, ამ ოპერაციას გარკვეული პერიოდის შემდეგ მოხვა არანაკლებ თუ მეტად არა ოპერაცია, რომელიც ჩაატარა ისრაელმა ირანის და თეირანის ტერიტორიაზე. პუტინი რაციონალურად ემოციურად პუტინს არ სჯერა, რომ მას ააფეთქებენ. მაგრამ რაციონალურად, როცა დაფიქრდება ხოლმე ეს საბოლოო ჯამში მაინც შიშარა კაცი, აი აქვე ვიტყვი, ხო, შიშარა კაცი, მხდალი კაცი. როცა დაფიქრდება ხოლმე, პრინციპში უფიქრია მას, წასცდენია ფიქრი იმის თაობაზე, რომ ხმით როგორ გადმოვცე ახლა ის ბგერები, როგორ ფეთქდება რამ ობიექტი ან სუბიექტი. ბუხ და რაციონალურად მას უფიქრია ამ თემაზე, რომ ბუხ და აფეთქდება. როგორ აფეთქდებაოდ ბევრი თქვენგანი მეტყვის. და მართლაც საინტერესო კითხვაა. არა, მე არ ვამბობ, რომ მაინც და მაინც აფეთქდება, მაგრამ შეიძლება აფეთქდეს და თუ სტრატეგიული ობიექტები აფეთქა უკრაინამ და გენერალმა მალიუკმა რუსეთის სიღრმეში და თუ ისრაელმა ჩაატარა ესეთი უნიკალური, მათ შორის პოლიტიკური და სამხედრო ელიტა არის განადგურებული, იცით თქვენ ირანისა,
ესეთი უნიკალური ოპერაცია, რომელიც ასევე იყო დაცული. ვინც ის იქნება ხვალზე, ისე მოტრიალდეს ისტორიის ჩარხი, რომ ბუხ და პრეზიდენტი პუტინიც ააფეთქნა. ამაზე პუტინს უფიქრია, მეთქი, ამას რო ვამბობ, ამასაც დაბეჯითებით ვამბობ. ასაკვირველი ამას ეშინია უკრაინელებისა, მაგრამ განსაკუთრებით ეშინია ამერიკელების მიერ მხარდაჭერილი უკრაინელებისა. ახლა პუტინი ვახსენე და წესითა და ლოგიკით, ან გარკვეული ლოგიკით მე შემიძლია ვისაუბრო სხვა პირებზეც, მინი დიქტატორებზე, ან არა მხოლოდ მინი დიქტატორებზე, მინი დიქტატორებზე, ან დიქტატორობის მსურველებზე. მაგალითად ლუკაშენკოზე, არა ის სურველი არ არის დიქტატორია. მაგრამ ახლა მე დიდ დროს არ წავიღებ თქვენსას, უბრალოდ მინდა ბატონ ლუკაშენკოს ბელარუსში ურჩიო, მე არ ვიცი საფუძვლად ესე სპეციფიკურად რაღაც ბელარუსული ხო, ალბათ. ან რუსულად კი ვიტყოდი სიმოვნებით, რომ ახ ბიჭო ეს რას ჩხუბობს ეს დაჩიბერაი, ახლა რაღაც იმად დაუნიშნავთ. რა ქვია იმას, საგადასახადოს უფროსად თუ რაღაც. და ეს სოზარ სუბარი ეს რუსი ყდება სიცილით. რა ქვია ამას დაჩიბერაია ქვია, ხო? ფინანსთა სამინისტროში დაუნიშნიათ. დაჩიბერაია დააწინავენ, ირაკლი დაჩიბერაია შემოსავლების სამსახურის უფროსად დაინიშნა. ხო და ვისა ლუკაშენკო დიქტატორია მეთქი რასაკვირველია, რუსულად მიმართავდი მას, пачка Лукашенко осторожись, давай ищи, потому что и до вас дойдет пуля справедливости или бомба справедливости. ვინმე თუ წავიდა ფიქრი იმისაგან რომ მე ბიზნესაც გულისხმობ, არა ბიზნეს არ გულისხმობ, ბიზნეს ივანიშვილი განსასჯელის გამზეუნება ხდეს მეგობრებო. ნახვამდის.